should, ought to. ეხლა რა ხდება? ინგლისურში ძალიან ბევრი უნდა გვაქვს. კიდევ ერთი მოდალურის ნა, რომელიც გამოხატავს უნდას არის ought to. ეხლა რა კავშირშია should-თან? Should და ought to მნიშვნელობით არიან აბსოლუტურად ერთი და იგივე ფაქტობრივად ეკვივალენტები. თუმცა არ აგვერიოს must-სა და have to-ში. Must-ის ეკვივალენტი არის have to, should არ არის ought to-ს ეკვივალენტი. ეკვივალენტი რას ნიშნავს? თქვათ, კითხვითში არ აწარმოებს ought to should-ს. ან თქვათ, მის მომავალ დროებს არ აწარმოებს. აი როგორც თქვათ, be allowed to აწარმოებდა can-ს და could-ს. Ought to არის დამოუკიდებელი მოდალურის ნა, რომელსაც უბრალოდ იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც should-ს. და შევხედოთ. You should comb your hair every day. შენ უნდა დაივარცხნო თმა ყოველ დღე. იგივენაირად შემიძლია ვთქვა you ought to comb your hair every day. შენ უნდა დაივარცხნო თმა ყოველ დღე. Should I send homework to the group chat? უნდა გავაგზავნო დავალება group chat-ში? Ought to-თი იქნებოდა ought I to send homework to the group chat. უნდა გავაგზავნო დავალება group chat-ში. ეხლა მინდა რომ პატარა განსხვავება გავაკეთოთ. რა განსხვავება should-სა და ought to-ს არის მნიშვნელობა აბსოლუტურად ერთ და იგივე აქვს, როგორც უკვე ვთქვი. უბრალოდ ought to უკვე ითვლება მოძველებულ ფორმად. მტკიცებითში ბრიტანულ ინგლისურში კიდევ გამოიყენება უფრო ოფიციალური საუბრების დროს. თუმცა კითხვითში მაინც და მაინც აღარ ისმის ought to. უბრალოდ ვიცოდეთ როგორც ხდება და თუ სადმე გავიგონებთ ან შეგვხდება ვიცოდეთ რომ ეს არის უნდა. უარყოფითში ზუსტად იგივენაირად იქნებოდა they shouldn't speak loudly, მათ არ უნდა ილაპარაკონ ხმამაღლა. Ought not-ით იქნებოდა they ought not to speak loudly, მათ არ უნდა ილაპარაკონ ხმამაღლა. სხვათა შორის ბრიტანეთშიც გაბმულ მეტყველებაში ought to ისმის ხოლმე oughta, აი ესე oughta, they oughta go, they oughta bring და ასე შემდეგ. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს ოფიციალურია, უფრო ბრიტანულ ინგლისურში გამოიყენება. მკითხვით და უარყოფით ფორმები მაინც და მაინც აღარ ისმის თანამედროვე ინგლისურში, მაგრამ ვიცოდეთ რომ ასეთი მოდალურის ნა არსებობს.